სამშვიდობის ეთერში პოსტსკრიპტუმი დავით გიგალიშვილთან ერთად პირველად შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა საქმე, რომელიც 80-იანი წლების საქართველოსა და უზარმაზარი საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული და ამავე დროს ბურუსით მოცული ტერორისტული აქტი იყო. დღესაც კი საზოგადოების ერთი ნაწილისათვის 1993 წლის 18 ნოემბრის მოვლენების ინიციატორები გმირები არიან, რომლებიც სისტემას ეწინააღმდეგებოდნენ, მეორეთათვის კი დამნაშავეები, რომელთა გამო ახლობლები დაკარგეს. პროკურორი, რომელმაც წლების შემდეგ თავი მოიკლა, პილოტი, რომელიც ერთ დღეში გაჭარაღდა და ბრალდებული გოგონა, რომელსაც ძალით ციხეში აბორტი გაუკეთეს. სალომე ჯაში ამ საქმის აქამდე უცნობი და შემზარავი დეტალებით. Sakıca iki tane akitamda biz de sakıyor. Komerse maksası tu o iki soplemi var. Ara soplemi iki tane. 24 წლის წინ სასოწერეთელი მეგობრებთან ერთად თბილისი, ბათუმი, კიევი, ლენინგრადის რეისით გაფრენას ამერიკაში აპირებდა. თავისუფლების ნაცვლად მას ერგო საფლავი რუსთავთან ახლოს ხრიოკ ფერდობზე. სადარიან დამარხულების ოსოს მეგობრები დღემდე არავინ იცის. 83 წლის 18 ნოემბერს აფრენისეს თმები შავი ჰქონდა და ფრენისეს თეთრი. იმ რეისის შემდეგ თვითმფრინავი აღარასოდეს უმართავს. შემოუტრიალდა შარბათიან უკვე სისხლში იყო და ამას ჩამოკიდებული არა და დავარდა. აქ და ისინი შემოწვინა დაადგენ ფეხებით და უკნიდან ორივე პისტოლეტებით. ფარდის უკან ხომალდის შტურმანი იჯდა. საპასუხო სროლა მისი იყო. არც გადაუწევია ფარდა ისე ესროლა. აქ რომელიც იდგა. და მწუჩი გადავარდა ის. მეორე მყვირილი დაიწყო. მოკვდა ერთი თავდამსხმელი, დაიჭრა მეორე ივერიელი. ივერიელის ძმა შემდეგ გამოძიებას უყვება. კახამ კერჩი დაჭრეს, რომ მკითხე რა მოხდა. კახამ მიპასუხა, რომ თხოვა ტაბიძეს არ ესროლა, მაგრამ მან მაინც ისროლა და აი რა მოხდა. ამ ჩვენებებს და ფოტოებს დღემდე საიდუმლოების გრიფი ედო. ეს არის დოკუმენტური მასალა იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც ზოგისთვის ბანდიტები იყვნენ, ზოგისთვის კი იდეალისტები. Остановка у нас, напали 2 человека. Пришлось отстреливаться. იმ დღეს ახალგაზრდა წყვილი გეგა და თინა მეგობრებთან ერთად საქორწინო მოგზაურობაში მიფრინავდა. ამ ჩანთაში ჩადებული IS იარაღი დეპუტატთა გასასვლელიდან შემოწმების გარეშე გაიტანეს. და აღმოჩნდა, რომ დანიშნულების ადგილი არა ბათუმი, არამედ თურქეთი იყო. რატომ ეფიქრეს საზღვარგარეთ წასვლა? ყველა უზრუნველყოფილი ოჯახის შვილი იყო. სულ ყველა. ასეთი ამბები იყო. მე ერთი რამ ვიცი, რომ საშინლად ზუნდა ჩემს საბჭოთა კავშირი. მიზანი იყო საბჭოთა კავშირის დემონსტრაციულად დატოვება. თვითმფრინავის გამტაცებლებს თან გლობუსი მიჰქონდათ. გეგა კობახიძეს ჯიბეში $1 ედო სიმბოლურად. გეგმა რომ განხორციელებულიყო და თურქეთში გაგვეტაცა თვითმფრინავი, ხოლო შემდეგ ამერიკაში გადავსულიყავით, მე ვარაუდობდი, რომ ჩვენ მაშინვე გამოგვიყოფდნენ ბინას და მატერიალურ დახმარებას. მე ხატვის კურსებზე ვივლიდი და გამოჩენილი მხატვარი გავხდებოდი, ხოლო ჩემი ცოლი ფეტვიაშვილი მევიოლინე იქნებოდა. ეჭვი არ მეპარებოდა, რომ ჩვენი განსაკუთრებულ ყურადღებას მოგვაქცევდა აშშ-ის ადმინისტრაცია და პრეზიდენტი რეიგანი. ანტისაბჭოთა აქცია, თვითმფრინავის გატაცება თემურ ჩიხლაძის იმავე მამა თეოდორეს იდეა იყო. აი სწორედ აქ იყო ის, სადაც ცხოვრობდა განმარტოებით ამა თეოდორე. მამა თეოდორესთან გია ბუღაძე ახლო მეგობარმა სასოწერეთელმა მიიყვანა. გია ბუღაძემ თანამონაწილეობაზე თავიდანვე უარი თქვა. ეს მითხრა ისინი აპირებენ, იგი აპირებს აქვს ასეთი გეგმა, რომ თვითმფრინავის გაყვანით, ესე იგი, რამდენიმე კარგი ახალგაზრდა ადამიანი გავიდეს საქართველოდან. ხომდა ისინი მეუბნებოდნენ, რომ მომختارიყო ჩემი მონაწილეობითაც ალბათ. დღეს რა თქმა უნდა მე უარი ვთქვი, კი არ ვთქვი უარი, რეალურად მე ვერ ავყევი აი ამ საკმაოდ რთულ წამოწყებაში და სხვადასხვა და შევამჩნიე, რომ მამა თეოდორეს გული დაწყო. მამა თეოდორე თვითმფრინავის გამტაცებლების იდეოლოგი იყო, თუმცა არა ორგანიზატორი. თვითმფრინავის გატაცებიდან ერთი კვირით ადრე, როდესაც წყლეთის აგარაკზე თეოდორესთან ერთად ამერიკულ ფილმ თმას უყურებდნენ, მღვდელმა ჩაფიქრებული გაფრენის შესახებ არაფერი იცოდა.
უშიშროების არქივში ინახება პილოტისა და დისპეჩერის დიალოგი თბილისში დაშვებისას. ჩანაწერიდან ჩანს, რომ თვითმფრინავი ჯერ გაჩერებული არ იყო, როცა გარედან სროლა ატყდა. Что он делает там? Пассажиры убьют этот солдат. Стреляет по самолету. Что делают они? Убьют же нас. ტურისტებიტელი ყურძე მოყვებოდა. ახლა ვიცოდი რომ ესენი ასეც იქნებოდა და დანარჩენი იქეთ საზღვარზე. არა, ვერ გავიდოდით. ჩამოგვაგდებდნენ და სცენა მონანიებიდან. ამ ფილმს მაშინ ხსოვნა ერქვა. თავარი როლი გეგა კობახიძის იყო შუა გადაღებებამდე, სანამ თუ 134-ში არ მოხვდა და შემდეგ არ დახვრიტეს. ვერც ბრავიცი, ვერც ბოდიშს ვიტყვი, ვერ ვიტყვი, არა მაქვს მე ამის უფლება რომ სულად გამოჩნდება ეს შეურაცხყოფის მექანება იქნება რომ მე ვთხოვ მაპატია, აბა როგორ ვთხოვ მაპატია. 13 დღიანი სასამართლო პროცესის ბოლოს მოსამართლის გადაწყვეტილება პროკურორის ბრალდების იდენტური იყო. თუმცა საბჭოთა კანონმდებლობის თანახმად თვითმფრინავის გადაცემისა და ბანდიტიზმისთვის 15 წლიანი პატიმრობა საკმარისი იქნებოდა. განცირული იყო უბედურები. პოლიცია მოგვამაგრეს ჩვენ ადვოკატებს, რომელიც ფარულად აწარმოებდა ჩვენ თვალთვალს. თუმცა რა ხდებოდა, იცით, ყოველთვის ვიღაც უშიშროების კომიტეტის წარმომადგენელი ესწრებოდა ჩვენს დაკითხვას. ყოველთვის. არქივში ჩაკრულია გეგას მეუღლის თინეთინ ფეტუიაშვილის დედის წერილები, საიდანაც ირკვევა, რომ მის შულს აბორტი უშიშროების იზოლატორში გაუკეთეს. აი, აქეთ არის სისაგები. რამდენიმე წლის წინ სიკვდილ მსჯილების ოჯახებს უცნობი დაუკავშირდა. თქვა, რომ დახვრეტილების საფლავის ადგილსამყოფელი იცოდა. რუსთავთან ახლოს გაშლილ ფერდობზე მხოლოდ ერთი გუბო აღმოჩნდა. მასში თვითმფრინავში დაჭრილი და შემდეგ საავადმყოფოში გარდაცვლილი სოსო წერეთელი, რომელმაც გია ბუღაძე მამა თეოდორისთან მიიყვანა. საბჭოთა კგბ-ს მიერ მიგნებული ცხედრის გადმოსვენებაში გია ბუღაძემ ქართული უშიშროება დაიხმარა. როგორც ჭირდება, როგორც თქვა ქართულად, ვის შესწევნა და გაზაცეს როგორც ნივთიერებკიცებულობა თქვა და არ არის გამორჩეული რომ ისინი იგივე ფორმით არიან დაკრძალული. კიდევ მე ვიცი რომ ვიცი ხომ თქვენ როგორ შეედრებით ამაში სწორდაში არ ვიცი. იყო ის ლაპარაკი იმაზე რომ არის საერთოდ ამუშავებდნენ კიდევაც რომ ეს დიდი ეს დარჩენილი იყო რა. თუმცა რა თქმა უნდა მე მთელი საფული გააგრძელეს სხვა ოჯახება, სხვა შემთხვევაში ზებნა და რამდენად ვიცი ათარაფერი არ უპოვარდა. განაჩენი საქართველოს საკუთარ სოციალისტური რესპუბლიკის სახელით თეიმურაზ ჩიხლაძეს. განაჩენის გამოტანის შემდეგ დამნაშავეები მალე თვინახევარში დახვრიტეს. ერთ-ერთი ვარაუდით დახვრეტის შემდეგ ცხედრებს გოგით მჟავა გადაასხეს. არც ამის, არც საფლავების ადგილმდებარეობის შესახებ უშიშროების გახსნილ არქივში არაფერი წერია. თუ თქვენ იმაში დამეხმარებით, ან ვიღაცა თუ იმაში დამეხმარება თქვენი იმით, რომ საფლავი იქნებ, მოვძებნოთ. აი, ამისი მადლობელი ვიქნებ. ანტისაბჭოთა ტერაქტს ეკიპაჟის 3 წევრის და 1 მგზავრის სიცოცხლე შეეწირა. ეკიპაჟის ტყვიამ იმსხვერპლა თვითმფრინავის 2 გამტაცებელი. ერთმა თავი მოიკლა. რამდენიმე წლის წინ თავი მოიკლა მთავარმა მბრალდებელმაც. ამ აქციით, რომელიც იყო იდეალისტური, რომანტიკული, ზედმეტად ფანტასმაგორიული და წარმოუდგენელი მაშინ, ხო, მართლაც სერიოზულად შეურყია საბჭოთა რეჟიმს საფუძველი, იმიტომ რომ ამ აქციით, რაც ფაქტობრივად დაგეგმა მამა თეოდორე მართლაც მოხდა საბჭოთა კავშირის იმ იდეოლოგიური საშინელი მექანიზმის რღვევა.